პაკისტანმა და ინდოეთმა რატომღაც ჩათვალეს, რომ სოფლიოში დაძაბულობის კერების ნაკლებობაა და ეს დეფიციტი მათ უნდა ამოევსოთ. ისე რა საინტერესოა, ჩვენი მშობლების თაობა ხო ყოველთვის იმას გვეუბნებოდა, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენ ჩვენად რო გამოვიარეთო, მაგრამ ჩვენ რაღა ვთქვათ. ჯერ იყო პანდემიები, ახლა სადაც არ უნდა გაიხედო, ან სრულმასშტაბიანი ომი, ან ქვეყნებს ერთი ნაბიჯი უკლიათ, რომ დიდ ომში არ გადაეზარდოთ ეს დაძაბულობები. თემას რომ დაუბრუნდეთ, პაკისტანმა და ინდოეთმა დროებით, მაგრამ მაინც მოახერხეს რუსეთ-უკრაინის, ისრაელ-პალესტინის, ამერიკის კოალიციისა და იემენელი ჰუსიტების დაპირისპირებების გადაფარვა. მოდით დავიწყოთ სულ თავიდან, რა გახდა ამჯერად დაძაბულობის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანი და ინდოეთი ერთმანეთს ესაზღვრებიან, მათ შორის ყოველთვის მყიფე მშვიდობაა, რომელიც პერიოდულად ლოკალურ შეტაკებებში გადადის. ქვეყნებს შორის შეიძლება ყოველთვის მუდმივი დაძაბულობა არ არის და ისინი ახერხებენ თანაცხოვრებას, თუმცა ერთმანეთისთვის პოტენციური მტრის სტატუსი აქვთ. ჩვენ პერიოდულად საუბრობთ ახლო აღმოსავლეთზე, რომელიც საკმაოდ რთული რეგიონია, იმიტომ რომ პოლიტიკურად და რელიგიურად სპეციფიკურად დაყოფილია, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უარესი სიტუაცია არის. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ 22 აპრილს კაშმირის ინდურ ნაწილში პაკისტანელმა ტერორისტებმა 26 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. თან როგორ გააკეთეს, ტურისტული ჯგუფი გამოიყვანეს, დააცალკევეს მუსლიმები ამ ჯგუფისგან და კონკრეტულად ინდოელები დახოცეს. მომხდარზე, რა თქმა უნდა, ინდოეთს მწვავე რეაქცია ჰქონდა, მაგრამ არც ისე მკაცრი. ანუ რომ დავფიქრდეთ, ის გააკეთა, რასაც ქვეყნები ასეთ დროს სტანდარტულად აკეთებენ. გააძევა პაკისტანელი დიპლომატები და პოლიტიკოსები ქვეყნიდან და პაკისტანის მოქალაქეებს ქვეყნის საზღვრების დატოვება მოსთხოვა. ერთადერთი რაც მართლა არასტანდარტული იყო, ეს არის წყლის განაწილების ხელშეკრულების ანულირებად გამოცხადება. ამ ხელშეკრულებას ჩვენ ცოტა ხანში დაუბრუნდებით, მაგრამ მანამდე ისიც ვთქვათ, საპასუხოდ რა ზომები მიიღო ისლამაბადმა. ის რომ დახურა ასევე საზღვარი სახმელეთო და განაცხადეს, რომ სურთ ყველა იმ ხელშეკრულების დატოვება, რაც აქამდე გაფორმდა ინდოეთთან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყნები საომარ სიტუაციას უბრუნდებიან. რას ვერ იყოფენ მეზობლები და რატომ არის მათ შორის მუდმივი დაძაბულობა? მიდუმეტეს არ დაგვაუწყდეს, რომ ორივე სახელმწიფო ბირთვული კლუბის წევრია. ანუ ინდოეთსაც და პაკისტანსაც ბირთვული არსენალი გააჩნია. მის გარეშეც საკმაოდ სერიოზული ძალებია. პაკისტანის მოსახლეობა 240 მილიონში ადგენს, არმია კი 560,000-იანი ყავს. ხოლო ინდოეთი, ისედაც კარგად იცით, მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნომერ პირველი ქვეყანაა, 1,460,000,000 ადამიანი ცხოვრობს და არმია 1,475,000-იანია. იმისთვის, რომ თანამედროვე კონფლიქტების დიდი ნაწილი გასაგები იყოს, ყოველთვის ვამბობ, რომ დავხედოთ აფრიკას. შეხედეთ ამ საზღვრებს. სადმე მსგავსი გინახავთ, თითქოს ვიღაც ჩინოვნიკის ბავშვი გეომეტრიაში ვარჯიშობდა, ხან იდეალურ ხაზებს სვამდა, ხანაც ნაკლებად იდეალურებს, მაგრამ სერიოზულად რა არის ეს? თუნდაც ნამიბიას შევხედოთ, ეს რა არის? როდესაც ასეთ უცნაურ და მე ვიტყოდი უაზრო დაყოფას ხედავთ, იცოდეთ, რომ ეს არის ევროპელი კოლონიალისტების მიერ სახაზავით დაყოფილი ტერიტორიები. აფრიკის შემთხვევაში 1884-85 წლებში ევროპელი ლიდერები ბერლინის კონფერენციაზე შეიკრიბნენ და ისე გაინაწილეს კონტინენტი, როგორც მათ გაუხარდებოდათ. საერთოდ არაფერი მათ შორის ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რელიგიური, კულტურული თუ საზოგადოებრივი შეხედულებები არ გაითვალისწინეს. არ გაითვალისწინეს ასევე გეოგრაფია, ეთნოსი და ფაქტობრივად შექმნეს ქაოსი, რაც მოგვიანებით გადაიქცა შიდა დაძაბულობის მუდმივ კერებად. ამას აკეთებდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები და ასე შემდეგ. ეს პრობლემები არ მოგვარებულა და აფრიკის კონტინენტზე დღესაც იმიტომ არის ხშირად ომები, რომ ერთი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება ცხოვრობდნენ ერთმანეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ადამიანები, ანუ მათ საერთო არაფერი აქვთ. ამიტომ ან ერთი იჩაგრება ხოლმე, ან მეორე. იგივე ითქმის დაახლოებით ჩვენი ეპიზოდის დღევანდელ გმირებზეც. თანამედროვე პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიები სხვადასხვა ეპოქაში დამპყრობლიდან დამპყრობლის ხელში გადადიოდა. პირველად მდინარე ინდის მახლობელი მიწები არაბებმა დაიპყრეს. შემდეგ თურქული წარმოშობის მმართველებმა, რომლებმაც ისლამი იწამეს. შემდეგ უკვე მონღოლებმა. ქვეყნის ძირითადმა ნაწილმა ისლამი არ იწამა. განსხვავებით ჩრდილო-დასავლური მხარისგან, რომლის ნაწილზეც დღეს თანამედროვე პაკისტანია. ბოლოს კი ეს ტერიტორიები გაერთიანებულად დიდი ბრიტანეთის ინდოეთის მფლობელობაში იყო. თუმცა 1947 წელს ბრიტანეთმა ინდოეთს დამოუკიდებლობა მიანიჭა, მაგრამ ქვეყანაში მცხოვრებმა მუსლიმებმაც მოითხოვეს ცალკე სახელმწიფოს შექმნა. დაირქვეს სუფთა მიწა, ანუ იგივე პაკისტანი. აქ საინტერესო რა არის, რომ პაკისტანის საზღვრების გავლება დაევალა ბრიტანელს სერ სირილ რედკლიფს, რომელიც იყო სამართალმცოდნე და ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა თან 5 კვირის ვადაში. წარმოიდგინეთ, ქვეყანაზე, ტერიტორიაზე, უпростоრად სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, ბრიტანელ სამართალმცოდნეს სთხოვეს, რომ გაავლეს საზღვრები ისე, რომ აქ შეიქმნას ახალი სახელმწიფო.
თქვენი აზრით, სერ სირილ რედკლიფი რამდენჯერ იყო იქამდე ნამყოფი ინდოეთში? არც ერთხელ. არ ქონდა მას არანაირი წარმოდგენა, ვინ ცხოვრობს, რა ადამიანები არიან, რა ერები არიან, როგორ რელიგია აქვთ, კულტურა, როგორ ეწყობიან ერთმანეთს, ვინ ტრობს, ვინ არის ალიანსში, ამის შესახებ არაფერზე ინფორმაცია არ ქონდა. ჩავიდა ინდოეთში და ამ 5 კვირის განმავლობაში, როდესაც სან საზღვრებს ავლებდა საქმეს აკეთებდა პაკისტანელებიც და ინდოელებიც ახლოდან გაიცნო, როგორც კი ეს 5 კვირა გავიდა და საქმე დაასრულა, ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ არც ინდოეთში და არც პაკისტანში არასდროს აღარ დაბრუნებულა. შეიძლება სერ სირილს ეს შეცდომები არ დაეშვა სახაზავის ნაცვლად brain optimizer-ი რომ ჰქონოდა. 2 თვის განმავლობაში რომ დაელია, ავტომატურად გაიზრდებოდა მისი გონების წარმადობა, კრეატივი, ფოკუსირების უნარი და მსოფლიოს ერთ რეგიონს მაინც მშვიდობას აჩუქებდა. იმისთვის რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვათ, ჩვენს გონებას წახალისება და ოპტიმიზირება სჭირდება. ამაში კი როგორც არაერთხელ ვახსენე, დაგვეხმარება კეტოგენჯის brain optimizer-ი. გადაღლილობა, სტრესს მოგიხსნით და გონებას ტონუს დაუბრუნებს. მე პირადად ვიყენებ მას და არსებითად ყველაზე დიდ ეფექტს, რაზეც ვატყობ, ეს არის ფოკუსირების უნარის ამაღლება. რაც მეხმარება იმაში, რომ არ ვიყო გაფანტული და პირიქით ვიყო უფრო თანმიმდევრული. შესაძენად ეწვიეთ თბილისში, ვაჟა-ფშაველას 12-ში, ან უბრალოდ საიტიდან გამოიწერეთ. ახლა პრობლემა რაშია? პაკისტანი როგორც ქვეყანა, აქამდე არ არსებობდა და რედკლიფის დაყოფის ლოგიკითაც როგორც სახელმწიფო ვერ შედგებოდა, იმიტომ რომ ისლამიც კი არ იყო გაერთიანების გარანტი. ქვეყანაში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი არის პენჯაბები. ისინი იმ ენაზე საუბრობენ, რომელიც ამავე ქვეყნის სხვა ხალხს არ ესმის. იგივე ითქმის სიდიდით მეორე ხალხზე პუშტუნებზე და მესამეზეც სიდჰამებზე. ანუ ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, რომლის მოსახლეობას ისლამის გარდა არც არაფერი აერთიანებს. მათ კულტურულ დონეზე ერთმანეთში კავშირი არ აქვთ. ასეთ დროს ყოველთვის საჭირო არის იარსებოს გარე მტერმა, რომელიც მათ რაღაც ერთი მიზნის წინაშე გააერთიანებს. სხვა შემთხვევაში ამ პროვინციებს მოუნდებათ ან დამოუკიდებლობა, ან ცალკე გასვლა. და სხვადასხვა იყო ამის პრეცედენტი. 1971 წელს პაკისტანს ომით გამოეყო ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ პაკისტანი, რომელიც დღეს ჩვენთვის ცნობილია როგორც ბანგლადეში. ინდოელები კი ფიქრობენ, რომ პაკისტანი იგივე ინდოეთია, იგივე ხალხი ცხოვრობს, უბრალოდ მუსლიმმა დამპყრობლებმა მათ შეუცვალეს რწმენა და ყოფილი თანამემამულეების წინააღმდეგ განაწყვეს. მთავარი სადავო რეგიონი არის ქაშმირი. თავიდან ის არც ინდოეთს და არც პაკისტანს არ ეკუთვნოდა. 1947 წლიდან, ანუ რაც რეგიონში დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ქაშმირს მართავდა რაჯა ჰარი სინგი. მე-19 საუკუნეში მისმა პაპამ გულაბ სინგმა დაიპყრო ეს ტერიტორიები და იმის შემდეგ მემკვიდრეობით გადადიოდა. გულაბი თავდაპირველად სიქების იმპერიას ემსახურებოდა, მაგრამ თვითონ წარმოშობით იყო ინდუსი. ბრიტანელებისა და სიქების ომის დროს მან იფიქრა, რომ თუ მე გადავალ ბრიტანელების მხარეს, არც ისე დიდ ცოდვას ჩავიდნენ, რადგან წარმოშობით სიქი არ ვარ. ამ ავანტიურამ გაამართლა, იმიტომ რომ ბრიტანეთმა ომი მოიგო, ხოლო ჯამასა და ქაშმირის რეგიონის მმართველად ბრიტანელებმა დანიშნეს გულაბი. ჰარიმ, ანუ მისმა შვილიშვილმა ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ კოლონიალური ადმინისტრაციის პერიოდში მემკვიდრეობით მიიღო. მოკლედ, სიმართლე რომ გითხრათ, ბრიტანელებისთვის სულ ერთი იყო, ინდუსები მართავდნენ ქაშმირს თუ წარმოშობით სინქები. თუმცა ახალგამოცხარი პაკისტანისთვის სულ ერთი არ იყო. როდესაც ჰარიმ უარი განაცხადა პაკისტანს შეერთებოდა, პუშტუნების ტომი ქაშმირში შეიჭრა და დაპყრობას სცადა. სინქმა კი გადაწყვიტა, რომ ინდოეთს შეერთებოდა. ინდოეთმა ჯარი შეიყვანა და პაკისტანელები უკან გაყარა. აქედან დაიწყო გაუთავებელი კონფლიქტი. გაერო ითხოვს, რომ ქაშმირში ჩატარდეს რეფერენდუმი და თვითონ ქაშმირელებმა გადაწყვიტონ, სად და როგორ უნდათ ყოფნა. ამის წინააღმდეგია ინდოეთი, რადგან აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ რეგიონის მესამედი არიან მუსლიმები. ისინი ბევრი ფიქრის გარეშე აირჩევენ პაკისტანს. ხოლო დელის არ უნდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის დაკარგვა. ქაშმირი ინდოეთსა და ჩინეთს შორის გაჭედილი ტერიტორიაა. რეგიონის 100,000 კვადრატული კილომეტრიდან 37,000 აკონტროლებს ჩინეთი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ფაქტობრივად უდაბნოა, ჩინეთისთვისაც სტრატეგიული დანიშნულებისაა, რადგან ტიბეტსა და სინძიანის გზა მანდ გადის. ამიტომ პეკინი მის კონტროლს უმნიშვნელოვანესად თვლის. აქ უკვე მუშაობს ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარიას პრინციპი და ჩინეთი და პაკისტანი ერთმანეთის მოკავშირეები არიან. ჩინეთი მათ ეხმარება იარაღით, სამხედრო ტექნიკით, მათ შორის აქვთ ერთობლივი პროექტები, მაგალითად ის გამანადგურებელი JF-17, რომელიც ახლა აზერბაიჯანსაც გადაეცა.
ზოგადად პაკისტანის არმიას თუ გადახედავთ, უმეტესწილად დაკომპლექტებული არის ჩინური ტექნიკით. შესაბამისად, პაკისტანისთვისაც ქაშმირის რეგიონი არის სტრატეგიული დანიშნულების, ამიტომ პრეტენზიები უკან არ მიაქვს. ინდოეთისთვის რეგიონის სრული დაკარგვა ნიშნავს ჩინეთისა და პაკისტანის პირდაპირ დაკავშირებას, ჩინური გზების აშენებას და სამხედრო დახმარების მოცულობის ზრდას. ბოლო-ბოლო ესკალაციის შემთხვევაში ადგილზე ჩინელი სამხედროებიც გამოჩნდებიან. ბოლოს ეს როცა მოხდა 1962 წელს, ინდოეთისთვის ტრაგიკულად დასრულდა და დღემდე არ ივიწყებენ დელიში იმას, რომ ადრე ომში ჩინეთმა მათ მოუგო. ასევე ქაშმირის რეგიონით ინდოეთს კონტროლი აქვს მდინარე ინდსა და მის შენაკადებზე, რომლებიც ჩაედინება მერე უკვე პაკისტანში. რომ დაუბრუნდეთ დღევანდელ ვითარებას, დგას თუ არა ტერაქტის უკან პაკისტანი. ოფიციალურად მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ნაკლებად ცნობილმა ორგანიზაციამ წინააღმდეგობის ფრონტმა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებული არის ლაშქარ-ე-თაიბასთან. ზოგადად ლაშქარ-ე-თაიბას უამრავი ინდოელი სისხლი აქვს დაღვრილი და ეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება. გირჩევთ ნახოთ ფილმი სასტუმრო მუმბაი, რომელიც 2008 წლის ტერაქტზე არის გადაღებული, მაშინ ლაშქარ-ე-თაიბას ტერორისტებმა 170-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. 22 აპრილს ტერაქტში ინდოეთმა პაკისტანი დაადანაშაულა. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ჰავაჯა ასიფმა მეორე დღეს განაცხადა, რომ პაკისტანის დადანაშაულება მარტივია, როცა არავის აქვს შესაბამისი მტკიცებულება. თუმცა საუბარი გაექცა და ისიც დაამატა, რომ მომხდარი იყო შიდა ამბავი, ეს იყო ხალხის პროტესტი კონკრეტულად ინდოეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. საქმე მაინც და მაინც იმაში კი არ არის, რომ მინისტრმა გიჟი ტერორისტები თავისუფლების მეომრებად გამოაცხადა. არამედ უფრო იმაში, რომ პაკისტანს ინდოეთის წინააღმდეგ პროქსი ომის გამოცდილება აქვს და ინდოეთში დარწმუნებულები არიან, რომ ახლაც იგივე ხდება. დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან პაკისტანი პუშტუნების პატარ-პატარა დაჯგუფებებით აორგანიზებდა საბრძოლო მოქმედებებს და ამბობდა, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ესენი არიან ადგილობრივი ქაშმირელები, რომლებიც იბრძვიან ერთი თავისუფალი ქაშმირისთვის. მოგვიანებით მარიონეტული სახელმწიფო შექმნა დაახლოებით 13,000 კვადრატული კილომეტრი იყო აზად ქაშმირი, ანუ თავისუფალი ქაშმირი. ეს პაკისტანმა გააკეთა იმისთვის, რომ თითქოს საერთაშორისო დონეზე ეჭვები ჩამოერეცხა, რომ პაკისტანი არაფერ შუაში არის და რაღაც სახელმწიფო წარმოიქმნა, რომელიც იბრძვის ინდოეთის წინააღმდეგ, უბრალოდ იბრძვის, რომ დაიბრუნოს ქაშმირი. რეალურად იარაღით, ფინანსებით და ყველა საჭირო რესურსით ამარაგებდა პაკისტანი. უშუალოდ პაკისტანს პირდაპირი კონფლიქტი ინდოეთთან დიდად არ საწყობს. მაინც თანამედროვე პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ პროქსი დაჯგუფებებით ომი ყველაზე ეფექტიანია. დამოუკიდებლობის შემდეგ ქაშმირის გამო 5 ჯერ ჰქონდათ უშუალო ომი. აქედან ბოლო 1999 წელს იყო და პაკისტანის უპირატესობით არ დასრულებულა. ორივე ქვეყანას ჰყავს დიდი არმია, თუმცა არც ისე ძლიერი. ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლი ორივე მხარეს დიდია, მაგრამ შედეგი არც ერთისთვის არის სახარბიელო. თანაც ხშირად ისლამაბადის პოზიცია ქაშმირთან დაკავშირებით არ არის აგრესიული, მაგრამ როგორც გითხარით, პაკისტანი სპეციფიკური ქვეყანა არის და რახან ისლამაბადში რაღაცაზე სხვანაირად ფიქრობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იგივე პოზიციას იზიარებენ. აქ უკვე ავანგარდში არიან პუშტუნები, რომლებსაც ახსოვთ, რომ ადრე მათმა ნათესავებმა ავღანეთში ამერიკელებს იმაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ვიდრე უკეთესად მომზადებულმა და შეიარაღებულმა ერაყელებმა. შესაბამისად, პუშტუნები ფიქრობენ, რომ მათ ინდოელებთან პოტენციურ ომში მსუყე შანსები აქვთ, რაც შეიძლება ასეც იყოს. როგორც ეპიზოდის დასაწყისში გითხარით, ინდოეთმა საპასუხოდ გააკეთა ის, რასაც ასეთ დროს ქვეყნები სტანდარტულად აკეთებენ. ვიზების შეჩერება, დიპლომატების გაშვება, საზღვრების დაკეტვა და ასე შემდეგ. თუმცა უპრეცედენტო რაც იყო ინდოეთის მიერ 1960 წელს დადებული წყლის შეთანხმების შეჩერება. სხვათა შორის ეს 1960 წლის შეთანხმება დღემდე რჩებოდა ისეთ ხელშეკრულებად, რომლებსაც მხარეები პატიოსნად დასრულებდნენ და დაძაბულობის დროსაც არ იმოქმედებოდნენ დატოვებით. რა შეთანხმებაზეა საუბარი და რატომ გამოიწვია ინდოეთის დატოვებამ ასეთი ხმაური? ნახეთ, ინდოეთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო აკონტროლებს პაკისტანში მიმავალ მდინარეებს. ანუ სათავეები არის ინდოეთში, მაგრამ ამ მდინარეების ძირითადი ნაწილი მიედინება შემდეგ უკვე პაკისტანში. მდინარე ჯელამი და ჩენაბი სათავეს იღებენ ქაშმირის ინდურ ნაწილში. მდინარე ინდუსი ტიბეტში, შემდეგ გადის ლადაქში, ინდოეთში, და შემდეგ უკვე პაკისტანში. წყლის შეთანხმებით ინდოეთი ბოროტად არ ისარგებლებს მდინარეების არსებითად ნაკადების შეცვლით ან ამ მდინარეებზე კაშხლების აშენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელი არის პაკისტანი დარჩეს მოსავლის გარეშე. თუმცა ამასაც კი დრო დასჭირდება, იმიტომ რომ მდინარეს კალაპოტი შეუცვალო ან კაშხალი ააშენო, ერთი და ორი დღის საქმე არ არის. თანაც ამას უნდა დაემატოს ისეთი სეზონები, სადაც წვიმები საერთოდ არ იქნება.
სხვადასხვა უნდა აღინიშნოს, რომ პაკისტანი და ინდოეთი 2019 წელს იმაზე უფრო ახლოს იყვნენ ომთან, ვიდრე დღეს არიან. 2019 წლის თებერვალში თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მოაწყო, რასაც 40 ინდოელის სიცოცხლე შეეწირა. პასუხისმგებლობა ორგანიზაცია ჯაიეშ-ე-მოჰამედმა აიღო. საპასუხოდ ინდოეთმა ნავიაიერში მიიტანა პაკისტანის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ბალაკოტზე, სადაც ინდოეთის თავდაცვის ძალების განცხადებით ჯაიეშ-ე-მოჰამედის სარწმუნო ბანაკები იყო. მეორე დღესვე, ანუ 27 თებერვალს, უკვე პაკისტანმა განახორციელა საპასუხო იერიშები ინდოეთის სამხედრო ობიექტებზე. ამას მოყვა საჰაერო ბრძოლა, სადაც ინდური MiG-21 განადგურდა, პილოტი კი ტყვედ ჩავარდა. ისე საინტერესოა, რანაირად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ MiG-21 დაუპირისპირეს F-16-ს. სხვადასხვა ინდური წყაროები წერენ, რომ ერთი F-16 მათაც გაანადგურეს, მაგრამ ამის რეალური დამამტკიცებელი საბუთი არ წარუდგენიათ. პაკისტანმაც ეს ინფორმაცია უარყო. მას შემდეგ, რაც პაკისტანმა გაუნადგურა MiG-21 და პილოტი ტყვედ ჩავარდა, 2 დღეში ის ინდოეთს დაუბრუნეს. მხარეებმა მძიმე ტექნიკა საზღვრებიდან გაიყვანეს და კვლავ მშვიდობიანი გზით დაარეგულირეს ამბავი. მოკლედ, მაშინ ბევრად ახლოს იყვნენ ომთან, მაგრამ მაინც დაზავდნენ. მე პირადად ახლაც არ მგონია, რომ ფართო მასშტაბიან შეტაკებებში გადაიზარდოს. 2019 წელს არჩევნები ახლოვდებოდა და მოდის უნდა ეჩვენებინა გადაჭრით მოქმედების პრეცედენტი. ამას ითხოვდა მისი ელექტორატიც. ახლა მოდის არსად ეჩქარება, შესაძლოა და სავარაუდოდ ასეც იქნება, რომ ვიხილავთ მცირე სპეცოპერაციას, მაგრამ სრულმასშტაბიანი ომი ამ ეტაპზე ჩემი აზრით გამორიცხულია. თან რომ დავფიქრდეთ, რა დუნდა ან დელის, ან ისლამაბადს დიდი დაპირისპირება. ერთის ეკონომიკა სტაბილურად დიდი ნაბიჯებით ვითარდება და წინ მიდის, ხოლო მეორე პირიქით ერთ ადგილზე არის გაჩერებული და გაყინული. შესაბამისად, ინდოეთს ამხილა პროგრესს წყალში ჩაუყრის ომი, ხოლო პაკისტანს 10 წლეულობით უკან დახევს. მე მაინც მგონია, რომ უახლოეს პერიოდში ამ ორ ქვეყანას შორის არ იქნება სრულმასშტაბიანი ომი. ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ შესაძლებელი და მოსალოდნელიც არის, რომ ლოკალურ დონეზე ჩატარდეს სპეცოპერაციები, მაგრამ არა ომი. თანაც ორივე სახელმწიფოს აქვს ბირთვული იარაღი, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ფრთხილობენ და კიდევ უფრო პატივსცემენ ერთმანეთის ძალას. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე ინდოეთის არმია უფრო ძლიერი ჩანს და უფრო დიდი დაფინანსებაც აქვს, ჩემი აზრით ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის პოტენციურ ომში ინდოეთი ცალსახა ფავორიტია. პირიქით, მე მგონია, რომ მისი არმიის სიდიდე აღმოჩნდება ერთ-ერთი მთავარი შემამფერხებელი ფაქტორი. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი. დროებით.